გამარჯობა, მოგესალმებით, კაცები კლავ YouTube-ზეა 389 ეპიზოდი. დაიდო, იდება. ანა, ეს არის პროცესია. რაღა დარჩა. დების პროცესია. კი. რაღა დარჩა. სადამდე რაღა დარჩა, გააჩნია 1000-მდე ბევრი დარჩა, 400-მდე რაღა დარჩა. 390-მდე ცალი. ყოველ შემთხვევაში ნებისმიერამდე უფრო ცოტა დარჩა, ვიდრე პირველს რო ვიწერდით. მარცხენა ხელი ხო ეს. რასაც გავწდით, რასაც გავწდით. მაგალითად 2 უფრო ახლოა პირველთან. კი, ვიდრე 4-თან. 389. რატო გაჭედა საათმა? მაჯამ გაჭედა უფრო. იცი რა არის ამას ყველა თვე აქვს 31-ით რატომ? ხო, ეს საათი მას. იაფიანი საათი. ეხლა იყო 7 მარტი ნაცვლად 10-ისა. გადავა. მაგრამ ეხლა ამ თვეში გულაობ აღარ არის გადასაწევი. ხო რა, 2 თვე პატიოსნად ეს თელავში რო გადაღება. თელავში რო ამ 3 დღე არ დაგიხედია საათისთვის. 3 თვე იმ პატარა იმისთვის რა, განყოფილებისთვის, რაც რიცხვს გიჩვენ. ვერ ხედავ თუ არ უყურებ ხოლმე. აი ის 14 დღე ძველ და ახალ კალენდარში შორის ეგრე დაგროვდა. რა შევით, რა სიახლეები გაქვს? მე მაქვს სიახლეები, რიცხვები ვისწავლე თურქულში, თითქმის ყველა. მართლა? თითქმის რაღა 389 როგორ? არ ცალ-ცალკე მკითხე. 300 389. 3 არის უჩ 100 9 არის დოკუს 8 არ მახსოვს. სეკის მე ბატონო 100 იუს 300 იქნება იუჩიუს. აი თვითონ ხდები ხო? ავაწყოთ ახლა 99. სეკის დოკუ არა სეკ 80 წარ. სამეორებელი, მიდი გაიმეორე და ესეთი მოუზარებელი. როგორი ბავშვი იცი? მას და რო გაიძაღებენ. ისამ. კონხრა. ეხა შენ სყაპას ხუბით უნდა გეპასო. გამე რო გაგაღვიძა და გითხრა 457. მე გითხარით რომ თითქმის ყველა თქვენ იმის მაგალითად რომ ხარი დამეჭირეთ, რასაც მე ვაკეთებ ხოლმე თუ თქვენ გამაკარგსაკეთ. ჩვენ რამე მხარდაჭერა ცნობილი. ჩვენ როცა რამეს თითქმის ვისწავლეთ. არა მე თითქმის რას ნიშნავს? აი მარტო ლუწები ისწავლე, როგორ გადააჭრე. 7-ის ჯერადები. ყველა ვისწავლე, მაგრამ ზოგი ვერ დავიმახსოვ. 5 როგორ არის? მაგას სწავლა აქვია. ბეშე, ჩვენ მეცნიერს. ბეშ და დორ ბეშ. შაშარა, ის პარსული. დორთ და ბეში, ვიცი, პარსული რომ მე 2 ენა იცი უკვე, შაშუ ბეშ. ერთი ფრაზა და 2 ენასი. აბა, სპარსეთი და ოსმალეთი რა. ხო, მაგრამ სად ერთია ნდება სპარსეთი და ოსმალეთი. შაშუ ბეშ. ამათებს. და არა და ილამი, არაფერი სიტყვა არა, შაშუ ბეშ. იაგანი რა არის? ნარჩი არის ტერმინი, როცა 2 ერთიანი. 2 ერთიანი. ხო და ისე არაფერს არ ნიშნავს. იაქი არაფერს არ ნიშნავს თურქულში. თურქულში ერთი არის ბირ და ალბათ სპარსულიდან იაქი. ვინ გველაპარაკება თურქულზე? რა, მეცი მე ხარას გთავაზობ. თურქულს რომ მორჩება სპარსულზე შევიყვანო. სპარსული მინდოდა, მაგრამ სპარსულს ვერ სწავლობ, იმიტომ ამბანიც ვერ სწავლობ. ესენი ლათინურს. ხო და 0-დან დავიწყოთ. დაიცა, უნდა ისწავლო ამბანიც. როგორ? შეუულებრივად. დამიჯექი მასწავლე. კიდე მასწავლებელი ვინ ეხტო შენ მაყურებლებში არ არის თურქულის მასწავლებელი? სპარსულის. სპარსულზე. თურქული სწავლობს, თურქული იცის. თურქულს თვითონაც დამოუკიდებლად გაკაჭავს. სპარსულს ვეღარ ვისწავლ, ჯერ აქედან აქეთ უნდა წერო და ტვინი უნდა შეატრიალო რაღაცნაირად და ჩემა საკში. და ზეპირ სიტყვიერი ისწავლე, არ გინდა ეს წერა კითხვის, ნუ ეცე. ლექსებით დაიწყე თავიდან. ზეპირ სიტყვიერი როგორ ვისწავლო იმით, წერა კითხვის პროგრამა არის. მე ვითაც ვსწავლობ. მოსმენით. შეუულებრივად ქართული ასოების წერე. იაქი. შაში. ამას რა ენაღულება. და ესე წერე, შაში, ესე ნუკი მიყვები, შაში უყურმა. კარგიდათ. კარგი, მოკლედ როდის იწყებ ახლა? როდის იწყებ? შენ სისწავლე რაღაცა შევეჯიბ.
არა, ჩემ ასაკში რაღა დროს ახალი ენა. რამე მარტივი ენა ისწავლა. მარტივი მარტო ესპერანტო. საბავშვო ლაბაძერო ესპერანტოს გლობს. მაგარი. მეგრული ისწავლა. მართალია. მეგრული. ბიჭო, აი არ მაქვს ენის აუცილებლობა, იმიტომ რომ აუცილებლობა იმას ძალიან აქვს თურქული. რომელ ქვეყანაშიც არ ჩავედი, ქართულითაც მშვენივრად ვაგებია. კი. ქართულითაც ინაღამ გაგვიგდეს მაგის გამო ერთხელ. კი, მაგრამ შედეგს მომივა. რაღაც ნეაპოლელმა ჯელმა ეგენი უზდელები ყოფილას. კი. გელაპარაკება კაცი ქართულად, რას ბრაზდები? გელაპარაკება და იცინის. ხო, იცინის თან. შეიძლება სასაცილო ამბავს გიყვება. იცინის ისე რომ მთელ ქუჩას ესმის. ის ხო ის თურქულად კიდე. რა. ზდეკ. დურ. დურ. დავიცოდია. დურ. ეგ იყო საფუძველი, ამაზე დააყრდნოდა. არა, დურ თუ არ იცი, მე საჭესთანაც არ უნდა დაეჭდე იმაში. ხო. დურკეჭი. კარგი ამბავი, მოკლედ ეს. კაი, შენკენ არის შემდეგზე ვეცდები ფერები, ცხოველები. ცხოველები ვიცი. მართლა, აბა როგორ ენოტი. ორდუკ არის ბა. ენოტი არ ვიცი. ესე იგი არის ცხოველები. ნოტა როგორ რაღაც ცხოველები ვიცი, ბატონო. ნოტი როგორ არის? ენა? აი ეს გამოვაწყალოთ რა ის. აუ. ციყვი როგორ არის? არა აქვთ. მიაგნო. აბა როგორ ანიშნები? არის რაღაცა ენები, რომელსაც რაღაც სიტყვები არ არის. ხო, ციყვი მაგალითად. ამას წინათ უსმენდი ერთ ბიბლიის მთარგმნელს. და ყვებოდა რომ პამირის ენებზე ზაინაზე თურქულად უსმენდი თუ ქართულად? რუსულად. რუსულიც ვიცით? და ის დღეს რომ მოვიდა здравствуй წეს. ბიბლიაში სენდისა. ბიბლიაში ხო არის მონაკვეთი მოსცემროს ვაგააყოთ. ამ პამირის ენებზე თის ხალხია და არა აქვთ არც ზღვა, არც გააპო. არც ტბა და არც ოკეანე. აქვთ რაღაცა აქვს. კადული. რაღაცა აქვს სიტყვა. გაუჭირდა. რაღაცა გააქვს. არა რაღაცა და დაგუბებული მდინარე როგორ არ ექნებოდა სადმე და გააპოვდნენ სად? ნებისმიერ სოფელში სადაც მდინარე ჩამოდის. ისე ჩვენ რო ვიხილავდით, გახსოვს კუნძული ქართულებს სიტყვა რატო გვაქვს თქვა, მაგრამ ნუ ქონია კუნძულები. ეგაც. წესით ხო კუნძულო ქვეყანა სიტყვა კუნძული ხო არ უნდა ქონდეს? უსაფრთხოების კუნძულები ხო გქონდა გზას. ხო, ოდითგანო ეგ. გამოვა თქვენგან არაფერი. ხო და ფერებზე რომ მივალ, მე ჩავთვლიო რაღაცა ცოტა ზღათაშორის ერდოღანის ორი განცხადება წავიკითხე. პირველი გავიგე, მეორეში ვერაფერი ვერ გავიგე. მეორე ეთყობა ის იყო 399 და რაღაცებში ძახ. თითქმის რიცხვებზე. ციყვი, ენოტი და რაღაცები. ესე თუ დაიწყო რომ 399 ციყვი და ენოტი. დააგები 0 ხარ. გავუშვით ველურ ბუნებაში. პრობლემად ბუნება გააპეს და დამთავრდა. პირველი განცხადება იყო 5 ბატი, ეგ ხო იცი? 5 ბატი გაჩერდნენ. 5 ბატის დე. 5 ბატოს დეკ. ესეცია. ყველაფერი გაიქო. ისიც მაგარ განცხადებებს აკეთებს. ოღონდ ამას რამე გააგებიოს. ყველაფერს მიდის. ხო, მაგრამ მე ხო ის არა. რაღაცას რო ვერ ვიგებ რაღაც უცხოენა. ეს არ ნიშნავს რომ მე ჩემთვის ის არაფერს არ ნიშნავს. მე რაღაც აზრი იმაზე ჩემთვის მაინც გამომაქვს. ცდარი, მაგრამ ჩემთვის მაინც რაღაცა მნიშვნელობა. ხო და მაშინ რაღაცას სწავლა. სტარი მაგრამ რაღაცას მოიტანე ხოლმე. მოიტანე აზრი. ფანტაზია ათამაში. რა თქმა სიზუსტე. სუმცდარი აზრი რო გამოგაქვს. საზოგადოებაში სახელი გიფუჭდა. ერდოღანმა შემდეგ განცხადება რომ ნახატები დგა. არა. რაღაც სიტყვები რაც ამან იცის იცახოს ბეშ. დურ და ციხვი. ერდოღანის მეთოდით თურქული შესწავლა. ციყვი საიდან ექნება? ტყე არა აქვს.
ესეც კარგი ის მიგნებაა რო ტყე არა. ტყე არა აქვთ. სადა ბიჭო, ჩვენ თუ გვაქვს ჟირაფი სიტყვა. ჟირაფი ყველგან ჟირაფია. ხო და ესეც სიტყვა. ანუ ჟირაფი იცი თურქულად, ხო? ჟირაფი. სავარაუდო. ჯერ ეგენი რო ისწავლო რაც იცი. ხო და ნახე თუ ციყვი არა აქვს, ესე იგი შეტანილი ექნებათ რომელიმე ქვეყნიდან. საიდან შეიტანენ? ან საქართველოსდან, ან სომხეთიდან, ან თურქეთიდან, თურქეთია. ა? თურქეთია. ხო, ან ირანიდან. სადაც დახსებოდა პირველი ციყვი იქ. რო დააწუნენ ალტაიდან რომ მოდიოდა. შეიძლება პორტში შემოიყვანა ვიღაცა ციყვი და ამდენად პორტამდეც ნახავდნენ. პორტი მაგათ ხო არ ხონდა ალტაიდან წავოვიდნენ. ხო, მაგრამ მეორე ვერსიაც არის. შეიძლება ციყვი მიამსგავსეს რაღაც ისეთს, რაც თაგვი ქონდა. თაგვი ვიცი. ფარე არის თაგვი. კუდიც რო ვიცოდე. ხო. და ფუმფულაც. უკვე ავაწყობ ცეფ. ფუმფულაკუთიანი თაგვი. რომელიც დახტის. ხიდან ხეზე. ხე არა აქვთ. არა, ტყე არა აქვს, ხეები აქვს. ხე აქვთ, ტყე არა. ხეცა აქვს. ტოტიდან ტოტზე. არა აქვს, კაცო აჩერდი. ტოტიდან ტოტზე დახტეს და თხილს იმარაგებს. თხილი აქვთ. ხო. როგორ არის თხილი? არ ვიცი, მაგრამ თურქეთი არის პირველ ადგილზე მსოფლიოში თხილის წარმოება. ანუ აქვს. იმდენი აქვს რომ ხიდია. შეიძლება არა აქვს და ისე აწარმოებენ რა. შეიძლება სიტყვა არა აქვს, ამ თხილს კი ყიდიან. მაგრამ სიტყვა რა სიდი რაღაც. ეს არის. ბევრი გვაქვს. ნიუსებზე გადავიდეთ. მიდი. პირველი ნიუსია ხდება ხოლმე კატეგორიიდან. ხდება ხოლმე. ოვალურ კაბინეტში სხვადასხვა დენომინაციის პასტორები შეიკრიბნენ და ლოცვა აღავლინეს. გამაგრაზე ესე. ესენი არიან პასტორები და ხო, სხვადასხვა. იმ ქალს არ უკიდია ხელი არავიზე, ის ენერგია არ გადაეცემა. რომელ აი კაცს? მარჯვნივ აი. არც იმ კაც, დაბალ კაც. ერთმანეთს ერთმანეთს გადაცემენ. ამ ბლუთუს არა, აი ნახე პატარა კაცი ის აჭკავს, ხო? ის აჭკავს და ის ქალი. აი იქ წყდება, ნახე პატარა კაცი რო დგას. ის არავის არ ეხება საერთოდ. ხო, ნახე ის დიდი ფოტო რეიგანისა. ეხა ცდილობს რაღაცა ჩაი. ძინავს თუ უბრალოდ არა, ამ ენერგიას. თვალებს ასვენებს. სავარაუდოდ ამ ენერგიას იტენება. თვალებს და რამდენი ხანი ყოფნის ეს დატენვა? ერთი დღე ძლებს? მე მგონი თუ არ ითამაშებს კი. თუ არ ითამაშებს და იმაიმუნებს? არა, მე მგონი თითო ომზე იტენება რა. ის ორი რატო დააყენეს ესე? მათ ძალიან მაღალი და ძალიან დაბალი ეს. ის არის დამიწება. უარყოფით ენერგია მიდის მისაში. მაგან დააპატარავ ეკაც თორე 2 მეტრი იყო. ხო? ეს კარგი. აბა? ის ჩუქურთმები არ ჩანდა. პირველი კადრები რო ნახო. დენომინაციის როგორ იქნება თურქულად? უიტკეტოთ. ამ ეტაპზე ვერ გეტყვი. მე მგონი არც დადგება ის ეტაპი. როგორ ეტყვის? თუ კიდე ჩაიწერე ეგ სიტყვა მოერთა კომის. იმისი რა მიდის იმაზე. მე 400-ზე გადაცემაში ვკითხო. კი, აუცილებლად. დაიწე. კატეგორია დაიწყეთ რამე თითო ენის. აი. და განვითარდეთ. ბიჭო, მაშინ ერთ და იგივე ენა დავიწყოთ. შენ რამე ის დაიწყე. რო ველაპარაკოთ, ეხლა მე ესპანური დავიწყო, ამან პორტუგალიური, შენ თურქული და ამან ისა რა ქვია, მანდარინი. ერთმანეთში თუ ვერ ვიურთიერთობ, ხო? მანდარინი შენ უნდა შეგხვედროდა, բայց საჭმელი. მაგითო დიეტაზე ვარ და შენ კატეგორია ჯიგარი. და ვიდეო არის თურქეთიდან. ეს ნახე მაგ. მართლა ჯიგარია, ნახე? ოპ. ბიჭო, რა კარგად მუშა. თან ანაწილებს ერთი და იგივე. ოპ. და ყავას სვავს. რაღაცა ლაბაძის ვაიბი წამოიღო რა. ბიჭო, რო ჭამდეს ახლა ეს. უკვე მე მე მგონია რომ ჭამა და ეხა აყოლებს რა ჩაისფისა. ის სიტყვები გაქრა საბჭოთა კავშირის მე და ამას უხდება. ბიჭო, ეს ნახე რა დევს მე და ტრაკ აწერია. შაქარია ტრაკ. არა, ყველა წერია შაქარი. არა წერია შაქარი. სიგირ ხო წერია. სიგირ ბესი, სიგირ რესი თუ ბესი. სიგირ ბესი, ტრაკ სიგირ ბესი.
ეს ნახე მანქანაში შემოდის ის. სიგი არ არის შაქარი. არ არის, მაგრამ შეიძლება არის. არა, იმიტომ ეს თურქული შეიძლება არ არის და არის დაუშვათ უზბეკური ან თურქეთიო გითხრა ადამიანი. არა, თურქეთში ხდება, მაგრამ შაქარი მოდის უზბეკეთიდან. თურქეთში რო ხდება ის მე დაუწერე. ნახე ტრაკია ბირლიკ ეს თვითონ ფირმა არის ალბათ ტრაკია ბირლიკი და მისი ერთ-ერთი პროდუქტია ტრაკ ბირლიქსაც უშვებს ალბათ ბირლიკი ცოტა პატარა ტომარებში არის. ეგეთი ის გაგიგია საბჭოთა კავშირისთვის რაციონალიზატორი. კი როგორ არა რა ვინ იყო? ეს იყო გამომგონებელი რომელიც გამომგონებლობამდე ვერ ხაჩავდა და იყო რაციონალიზატორი ანუ ეს ტიპი შეიძლება ჩაითვალოს. ანუ ხო ანუ რაღაცით აუმჯობესებდა გამოგონებულ რაღაცას. რაციონალურს ხვდიდა რაღაც ტექნოლოგიებს ან სამუშაო პროცესს ალბათ. აი მანქანას რო ნავაროტებს უკეთებენ ეგ იყო? არა. ეგ უკვე გამომგონებელი რაციონალიზატორი არის. მოდი ჯერ იმან მოუჭიროს და მე ან ეს ხალი რო ქსოვს, ცოტა სკამია უწიოთ, მაღლა დაждდეს, ის და უწიოთ. რო ესე არ ქსოვოს. რაღაც ეგეთი. ხელები იყო მეორე იყო მეთოდისტი. გაგიგია ეგეთი. კი, მე მეთოდისტი გამიგია, მაგრამ მეთოდისტი ეხაც არ მეთოდისტი უფრო იყო მეთოდებზე. არა, მასწავლებელი და მაკონტროლებელი იმ სამუშაო პროცესების, რომელიც დანერგილი. და ეს კიდე იყო კონტროლიური. კონტროლიური ეხაც არის. კიდე იყო ეს კაცი უფრო მეთოდისტია თუ უფრო რაციონალიზატორი? ეს მიდოდა მეკითხა. ეს კაცი არის თითონის სახელი გეუბნება ჯიგარი. ჯიგარი კი არის. შემდეგი არის კატეგორია ტეტჩერის ეფექტი. იცი რა არის ტეტჩერის ეფექტი? კატეგორიას ქვია ჩვენ გადაცემაში. არა, ისე თუ იცი ეფექტი. არა. ტეტჩერი მარგარეტი ალბათ. აბა, ალბათ მეც ესე მგონია რომ მარგარეტ ტეტჩერი არის. მიდი ჩართე. ანუ ლიდერებს ორი ლიდერის ეფექტი ვიცით. მანდელას ეფექტი და ტეტჩერის. არ შეიძლება არის ბუშის ეფექტი. იქნება კაც. ბუში შეიძლება არა ვიღაცა ლიდერის იქნება. ტეტჩერის ეფექტი ყოფილა ეწოდება ადამიანის უნარობას ვერ გაარჩიოს განსხვავება ორ მსგავს ამოტრიალებულ ფოტოს შორის. მსგავსი ფოტოები რო არის განსხვავება რო არის, მაგრამ რო ამოტრიალებული რო არის და რო არ აქვს, ანუ ეს ამოუტრიალებელი რო არ იყოს განასხვავებს, ვისაც არ აქვს და თან ტეტჩერი გვაქვს ამოტრიალებული, მაგით ოქია, თო პირველი ეს ამოატრიალებული. მოიცა, ანუ აქ არის ხა განსხვავება. რა განსხვავება განსხვავებას? ბიჭო, ეს იქით იყურება და ტყუჩი აქ რაღაცა იმას გადმოტრიალებული ტყუჩი თუ რაღაცა არ ვიცი. ხო, ნახე ამას თვალებით ეს იქით იყურება, ანუ რომ მოტრიალებ იქით. მე საერთოდ მგონია რომ თვალები აქ გადმოტრიალებული, ისევე როგორც ტყუჩი. ბიჭო, გადმოტრიალებული ჯიგარი ხარ. თვალები აქ ამოტრიალებული. შენ არა გაქვს ის არა? ტეტჩერის ეფექტი. ტეტჩერის ეფექტი არა. არა, ტეტჩერის ეფექტი კი აქვს. ეს ძალიან დიდია ეს ფოტო და ძალიან ახლოდან მოყვა. ანუ ძალიან პატარაზე რო ვერ ხედავდე ვერ იმას ქვია უკვე მიკროსკოპის ეფექტი. ძალიან პატარაზე ძალიან შორს რო არის. მაგის თქმა გინდოდა, ხო? არ მოეწონა რომ გამოვიცა. არ მოეწონა რომ ჩვენ ტეტჩერის ეფექტი არ აღმოაჩენდა. გითხარი ნახე ამოტრიალებულზე ესეთი უბედურება არ ჭირს. გადმოტრიალებული აქ ესენი. აი ამოტრიალებულზე ესეთი უბედურება არ ჭირს. ჩვენ არ გვაქვს ტეტჩერის ეფექტი. აუ არა გვაქვს. ეხლა ვიღაცამ რო და რა ჯობია რომ გქონდეს თუ პირველად ვინც ხედავს ტეტჩერს და სახში და რამდენიმე როგორც ნაღდის ფოტო რომელია. ნაღდი რომელია. აბორი და რატო ქვია ალბათ ამ ფოტოზე გააკეთეს პირველად? ტეტჩერის ეფექტი? ალბათ. თუ თვითონ ტეტჩერი ტრიალდებოდა ხოლმე და ესე აკეთებდა. შეიძლება ტეტჩერს თვალების ამოტრიალება. თვალებზე თუ ესე სატრიალება. გამოხედვა შეიძლება. თავისუფალ დროს ამით ერთობოდა. იკრიბებოდა. სტაპს აშინებდა. რამე სხვა ეფექტიც იქნება. შეიძლება რატოა იცი ტეტჩერის ეფექტი? სხვა ადამიანის სურათს რო ამოუტრიალო ვერ ხვდები. თვითონ შეიძლება ტეტჩერი ვერ ხვდებოდა. შეიძლება ეგეც არის. რამდენი ვარიანტია უკვე ნახე. მაოძედუნის ეფექტი არ იქნება რა? რაღაცა იქნება. კბილებს არ იხეხა. კბილებს არ იხეხა და რატო იცი? ვინ? მაოძედუნი. გინახავთო ვეფხვირო კბილებს იხეხავდა. აი ამიტომ არ იხეხავდა. ვეფხვი როგორ არის თურქულად? ლომი ვიცი, ვეფხვი არის. ჯერ არ შემ. ბიჭო, ლომზე რომ მიხვედი. იქვე არ ეწერა. ლომი. კატისებრნი. დასწრებული ვარ რომ შემდეგ იყო ვეფხვი. რაღა მაინც მათ გაჭერდი სანიშნი ჩადე და არა, გეტყვი რა ქნა, დეტალები ფაფარი ისწავლა. არა, ბიჭო. მეფე ისწავლა. Duolingo სხვანაირ პროგრამაა.
ლომი როგორ არის? ასლან არისო? ასლანი ვიცი. ჩემთან ჯარში იყო ასლანი. და იცახოდა მე ლომი არისო, ჩემი სახელია. ვინმე არის ყო რომ ვებყვიო იძახდა? ტიგერ. ტიგრანა. ასლან გამახსენდა. ბუ იცი როგორ არის თუ? ბაიყუში. რა? ბუ არის ბაიყუში. ბაიყუში. წინაზეც გითხრა და ეხაც გაიმეორა. ესე იგი ნახდათ ეგრეა. ასლან ბაიყუში დაიმახსა. და ის არის რა ქვია? ანუ ისა რა ქვია? ინტონაცია ასლან უნდა თქვა თუ უბრალოდ ასლან? ბუსტბა არის, ბუსტბა ასლან ესე ამბობს დისკოგო. ასლან. რატომ ხალხს ასლანს იმიტომ რომ თურქული წარმოგიდგენ ასლან ბაიყუში ესეთი წარმომიდგენია მე. თუ ეგ ის არის ზედა თურქეთი. ეგ არის როცა ნაშე მოდის და რაღაცა. აბა შემოიყვანეს მნა. კვერცხი როგორ არის კვერცხი? იომურტა. ანუ ბუსკვერცხები არის ბაიყუში იომურტა. შეხედავ. ნახე. ორი როგორ არის? ეკი, ან იკი. ეკი. გაიაფთა როგორ არის? აი, აფიჯერა. სეილი ეწოდინება, სეილი როგორ არის? ისა. ინდირიმ. ინდირიმ არის ფასდაკლება. აი. პრაქტიკული თურქული. ინდირიმ. რა თქინოდა გაიგებ? ბუსკვერცხებზე ფასდაკლება. წინადადებაში ვთქვათ. ჩვენთან კვერცხი გაიაფთა. თურქი რა შეხვდა და რაღაცა ხო შეახარბო. კვერცხი გაიაფთა. რაღაცა როგორ იყო კვერცხი? იომურტა. იომურტა ინდირიმ. იომურტა იოგურტი. აი ესე დავიმახსოვრე. კი, ჩვენ ხოლმე კითხო ახლა გემახსოვრება. არ მემახსოვრება, მაგრამ ხო ცდილო. ის ნაგლი მეუნება ენა ისწავლება. ისწავლე და ის დაგეხმარება გონების შენარჩუნება. ეს იყო დღეისათვის ამბები, არა გვაქვს მეტი. გათავდა. მეტი ამბავი არ არის. არ არის, აი. ფაფუ რა არის? აღარ არის. თუ არ არის? არა, დეილ არის, ან იოკ არა. ორნაირად. დეილ არის ფაფუ? არა, არა. არა, აღარ არის, აღარა გათავდა როგორ. ამბები? არ ვიცი ჯერ. ჯერ. მოდი მაყურებელს შევფიქრე. ციყვი და ამბავი არის. მაყურებელს შევფიქრე. 1000-ზე გადაცემას თურქული ნახე წავიღო. დავიწყებ თუ მაინც. არა, მივესალმებით თურქულად მაინც მაყურებელს. სამება ვიცი. სტუმარზე უნდა გადავიდეთ. და დღეს დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია თამუნა მუსელიძე. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად. ვარსკვლავი ყავს დღეს სტუმრად რა. ჯერ სანამ ვარსკვლავზე გადავალთ, მოგიყვებით რა გუმართებს თამუნასი რო იცოდეთ. ეთოსი. ეთოსი? ვინც მოვიდა ეხლა? შენიც ყველაფერს მოყვებ. დღეს უნდა მყავდა სხვა სტუმარი, დირას სიცხე მიცა ვერ მოვიდა და უცებ დავიწყეთ სტუმრის ზებნა უნდა მოგვეძებნა 12-დან 2 ფორს მაჟორში. ფორს მაჟორი როგორ არის თურქულად? და სამომავლოთვის მოწვევასაც ოპერატივ იმაცე გადავიდა თამუნაზე ვიფიქრე ტელევიზიაში რომ ნამუშევარი კაცე იმან ეს სიმწარე ქალიც იცის უსტუმროდ დარჩენა არ არის და დაურეკე და მე ვთხარი აი ხოსუ დებს და ძმებს და დედმამას ჩათვალე 4 ძმას იპოვიშე რა საკაიფო ვიზიტი მიყვედი. სისხლით ძმას ეს ძმობა გმართებს და მითხარ რომ ეხლა ძიძასთან დავრეკაო. ეთოსთან დავრეკავ ეხლა და გაგირეკავთ. თუ და გმართებს ბავშვის დატოვება. ბორის. როცა ეთოს არ ეცლება. ბიძები დავიტოვებ. ბავშვის დატოვება გმართებს გავართოთ და მღიარული დავახვევ. გავართოთ და ცოტა თურქული ვასწავლე. სახში რომ თუს ბავშვები მღიარული თურქულად მოსაუბრე ბავშვი რო დაგხვევასთან. დედა როგორ არის? ანე. ანე ესე რო დაგიზახე. ჩოჩუკ არის ბავშვი. ძალიან დიდი მადლობა მოგეთ რომ აი ამ მადლობა მოწვევისთვის. გამოგვაძვრინე. ესე მადლიერმა იმერმა გაჩუქეს ბეჭდები. ეს ტემუდან გამოვიწერე. 6 ვარად ყველა ერთად. მადლიერმა ჩინელებმა. ტემუდან გამომიგზავნეს მადლიერმა ჩინელებმა იმ გემით. შენც ის ახარ შენ ტემუზე შემდგარი.
ესეც. აღარ უნდა შეკითხვა, მაშინ გასაგებია რა დღეში. წითელზე ფასდაკლება იყო თუ? სერიოზულად? ვა, ნახე როგორი. შემთხვევით რაღაცა კედელზე ჩამოსაკიდებელს გამოწერა ხორგინო და მშვიდის არის ხوار ჩამოკიდებული. არა. ბავშვი ხო შენია, ხო არ გამოგიწევი. ეგ არ შემეშლება. ესე იგი, იმის მერე ხო არ ყოფილა, მე რაც გავიკეთე ეს ტესტი. ამან ტესტი გაიკეთა. რა ხარ? აყვანილი არ აღმოჩნდა. 76%-ით კოლხი ქართველი. მაგრამ ჰემოგლობინი აქვს დაბალი. პერიოდულად მომდის მე ესე ძალიან რა. აგებული ყავს თქვენ ეს ადამიანი. არა. პერიოდულად მომდის. ხა რო გავიგეთ რომ ირლანდიული სისხლი აქვს, ირლანდიაში გვინდა წავიყვანოთ და დავტოვოთ. მე შესკენ ვარ. პერიოდულად მომდის. მესიჯები რომ ვიღაცა აღმოჩნდა შენი ნათესავი მე-4 თაობის ან მე-6 თაობის ან ისა ეს. LinkedIn-დან როგორც მოგდის. ვიღაცას რო დაკავშირება უნდა შევა. მე ერთი მათ მომწერა კიდეც მე შენი მე-4 თაობის ისაა რომ შობელს ვეძებო და ძაშვილებს და შობელს ეძებო და იშვილე. ახლა რამე ხო არა ხარ ჩემიო მეთქი არა მგონია მეთქი აბა რატო გაიკეთება ესა თუ არ გაინტერესებს მეთქი ისე საღადაოდ იცი შე რო ხარ. არა იქიდან მომწერა გე არა სისხლით რას მიხვდა? არა იქ ფოტო აქვს დაყენებული. ხო და ქართულმა მოგწერა თუ ვიღაც ხომ გიპო ირლანდიელი. ქართული ვარი ფოტო გაქვს თუ რაც ფუთხი გააგზავნენ მის სურათი. მე რეაქცია გქონდა ზოგი რა მოცლილია. ციკეთებს. გაუქნა მე. რა აქნას ადამიანს არავინ თუ არ აღავს ნათესავს მაინც ეძებს და რა. ხო და ხო და ეს გლამუცობს. ხო. ესეც ეძებს. იპოვა რაც აინტერესებს. ეხლა თუ სისხლი ამბობს რომ შენი ნათესავი რას ქვია არავინ არა ვარ შენი. ნათესავი მე-6 თაობა ძალიან შორი. მე-6 თაობის ყველა არის. ხო, მაგრამ როცა არავინ არა ყავს მე-6 თაობაზე ახლობელი, შენ არ იცი რა თქმია. მე-6 თაობაზე. მე არ მეცი. იმას უუბნები. ეტყვი აქვს სხვა რაღაც ის ეძებს დედას და მამას. მე-6 თაობიდან ვერ მიხვალ მაგას. ვერა მართალი. ნუ ეხლა შენ შემთხვევაში დედას არ ეძებდა. ის ხო ეძებს. ის ხო არის. ვარა, რამდენი ზიზღი იყო ამ მიმიკაში რა უხსენი და ერაპარაკაიც ამ უბედურს ისე ხალხი როთნია. მოიცა ირლანდიური რამდენი პროცენტი ხარ? 0 არც ერთი. არა. აბა ბაკიბუქი რო გაქონდა ირლანდიაში ბუკი რა თამონასის იყო ვიღაც ჯანელიძე სამოუარი. თორე მე ხო გაჩვენეთ რაც იყო. ბერძენ სამხრეთ იტალიელი. 18% 2 ებრაელი და 2 რაღაც ახლო აღმოსავლეთი. და პროფესიებით არ გიწერს თქვა 5% ყველის ვაჭარი. 12% მიაკლემე. წემსი აკლები. წემი 7%. არაფერს არ ვეჩით ასოჩი თქვა. ჩვენ შურს მაგის. შურს თქვენ ვატყობ. თვითონ რო არ ეციან საიდან არიან, ვინ არის. სიგორისანი ვართ. აი რას ვერჩი. ხო მიხდი. ხო ღირსი ხო. შენი ამბები გითხარი, ვარსკვლავური ამბები. ხო, რისის გახდი წლის ადამიანი? წლის ადამიანი წელს გავხდები მაისის ბოლოს. მაისის ბოლო? კი, მიემგზავრება, ელოდება ბილეთს, ჯერ რო არ უსმენთ ადამიანს, არაფერი რო თქვენ არ გაინტერესებთ, მოусმენ. წლის ადამიანი უნდა გახდე? სად მიდიხარ, ვინ გადმოგცემს? პოლონეთი. პოლონეთი გახდე? არ დავა კონკრეტულად მოუყვე თუ არ ვინდა შენ ჯერ როგორ ბილეთები კაი, გამოგზავნა. შენ როგორ ვიდა? კაი. ბილეთებს რო გამოგზავნიან, მე დავაკეთე. ბიჭო, წლის ადამიანი ხდები და ეს ბილეთები გამენაირად ჩვენ არ მოვაგრო. ნახე, რომ ექნება დადასტურებულად ხელში რომ მეჭერება ეს ბილეთები სასტუმროს, მე ვიტყვი სადაც რატომ ხვდები? ანუ ერთხელ კიდევ ეს ძიძა შესაძლებელი. ხო. ამ თემოს ბეჭდებით არ წახვიდე. აი მიტყვი მაინც ეგრედან გამოვიწეროს. არა, არ უნდა წავიდე. არა, ტემპოს ბეჭდებით არ რა ვიცი. და აბა BBC BBC-ს მერე. ის ვიღავი. ისე შენ პოლონელებმა რო არ გამოგიგზავნა ბილეთი, ტემუმ უნდა გამოგიგზავნო. რო ამ ბეჭდებით ჩახვიდე. BBC-ზე არ გითხეს რომ გვიჩივიანო საქართველოსთან. არა.
ეს მანამდე გავხდი მე BBC-ზე წლის ინფლუენსერი. მე გადაიღო ჩემზე ფილმი Warner Brothers-მა. აი, გაიგო. ფილმი გავიდა HBO-ზე. ხავს ვინმე ცოცხალი. HBO-ზე გასული. ვისზეც მონაწილეობა მიიღე, ვისზეც გადაიღეს ფილმი. და თან მონაწილეობაც მივიღე. რა თქმა უნდა. ანუ ჩემზეც და ფილმი როგორ იწובה, იცი, ეს HBO-ში რა ხო გახსოვს ეს? მე თან უნდა იწერე. შენი როლი შენ შეასრულე? კი. არა, ბიჭო, მხატვრული არა. დროს წინ უსწრებ. მხატვრულები წამოვა ერთ-ორ წელი. და უკვე მიდის მოლაპარაკებამდე როლი შესრულებელი ოსკარს აიღებს. გაგირეკა 718 თუ Netflix-ია იცი. Netflix-ან მქონდა ჩემოობა რეკავები, მაგრამ სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ გამოვიდა ეს ამბავი, იმიტომ რომ Netflix უნდა რომ გადაიღონ ამერიკაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც აქედან არიან გაყიდულები, მაგრამ ამ ბავშვების მშობლებმა უარი თქვეს, იმიტომ რომ გონიათ რომ დაიჯერენ, რომ გასკდეს ამავდროულად ბავშვები მოპარულები არიან და ამიტომაც არ გამოდის და ვუხსენთ რომ ხალხო, ანუ ვინც მოიპარა ბავშვები, იმათ არ იჯერენ საქართველოში და ხა ამერიკაში ვინ დაგიჯერთ, მაგრამ ნუ ეშინიათ. იქ ცოტა და ამ შენ ფილმში HBO-ზე რა ხდება? ნახე. არა, ხო, მაგრამ რაღაც სპოილერი ვით რომ მოუყვეთ. ჩვენ ველოდებით რომ დაიდება ჰაკერულ საიტებზე. ნე, საკერულ საიტებზე. მართლა გითხარი მე? კი, გითხარი უკვე. ბოლოს კარგად თავდება? ბოლოს, ნუ, კი, ანუ არის დეტალურად სქემა აღწერილი, როგორ ხდებოდა საქართველოს ამ ბავშვების მოპარვა, ვინ იყო ჩართული, სად ხდებოდა ამ ბავშვების გადამალვა, სანამ საკასპარგარეთ გაშულდებოდნენ. არის ტუყების ისტორია, მათი გაშულების ამბავი, ჩემი გაშულების ამბავი, ჩემი მშობლების პოვნის ამბავი, როგორ ჩავდივარ მე ბიოლოგიურ დედის სანახავად, იქ სკანდალები, კივილები, მამა, ტაში, სიმღერაც ეკვა. თავში ბოლოს თავდება კარგი. ტაში სიმღერაც ეკვა ინდური ფილმია. არა, ნუ, ბოლოს ეკვა თავდება. წინათ რომ ვიყავით იმის შემდეგ შენ თურქული ხუთი სიტყვა ისწავლე, ეს გახდა BBC-ს წლის ადამიანი. HBO Warner Brothers-მა ფილმი გადაიღო. HBO-ზე გადის დედა იპოვა, მამა იპოვა. ეს რო HBO მან გაიგო რა ქვია Warner Brothers ჩამოვიდა მეორე სერია გადაიღო. ეს აბსოლუტურად შენ თურქული ხუთი სიტყვა. და ციყვი არის. აბსოლუტურად მართალია. ეხა შენ რა ქედა? მე საკაბო მე გავხსენო. ესეც ისვა. ვა, მაგარი ამბავია. ეგ როდის გამოვიდა? 2 თვის წინ. ანუ ეხა მოუწევს რაღაც კონკურსებში, ხო? ანუ ამ წელზე მოუწევს. კი ბატონო. ეხა მე რა ხო, იმიტომ რომ საახალწლოდ რაც დაჯილდოებებია ხოლმე ან გლობუსზე, ან ოსკარზე ან რაღაცა, ის უკვე მანამდე გამოსულა. იუმორინას დაასვეს. ეხა რას ვფიქრობ? შეგვიძლია ტრეილერი გაჩვენო. მოწვევამდე რა უნდა გააკეთო სამანრო? გავაკეთებ. რომელიმე რელიგიამ წმინდანად აი, ის პატარა კაცი რო იყო. და ეს რო გასმერეთ ამ ეს. ეხა ნახე ამათ რომ მორჩები საბჭოთა კავშირის დროს ვინც გააშვილეს. აი ძველად რო ყველას ყიდვა იყო ისინი რომ დავწევ. ეს HBO-ზე. ეს ის არის ტრეილერი. მაია საფინის ხმადე? არა, ჩემი. აი HBO. ვისაც HBO არ აქვს, შემოწმაში შეგიძლია თქო. გაზუმოთ და მოიცა არის საქმე დაგუბლოკონ მაგის გამო. ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრულია. აღმოჩნდა რომ საბჭოთა პერიოდიდან 2005 წლამდე საქართველოში 100,000-ზე მეტი რამდენი? ფაქტი ფიქსირდა. გავაჩერო 100,000 ბავშვი მოიყარეს? 100,000-ზე მეტი. წინაზეც მოყვა, მაგრამ შენ ის ქონდა რაღაცა. არა 100,000 100,000-ზე მეტი დედა ეძებს და ამ დედებმა არ იციან რეალურად პასუხი ეს ბავშვები მოპარულები არიან თუ სად არიან და ამაშია საქმე რომ ვერ გავედით ბოლოში. კიდე ცოტა ხალხი მიკავშირდება. ამიტომ ყველა უნდა გაიტესტოთ. COVID ტესტი მეტი რა. მარტო შენ ხო არ ხარ აქ? კიდე არის მე დამატებითი ტესტი რამე. კი, My Heritage. ეგ რა არის? მეორე ტესტი. არა, შენ მაქედან მომდის. Ancestry-დან. My Heritage-დან მომდის ის ნათესავის. მაჩვენე. ვერ გაჩვენე. რატო? კომპიტენცია. აპლიკაცია მაჩვენე რომელი გაქვს? აი ნახე რა ორი. აპლიკაცია მეილზე გაგვაჩვენე მომდის. მართლა. მეილზე ამ მომდის. ორიდან რომელი გაიგეთ? ეს გავიკეთე და Ancestry. აქედან მომდის. რანაირად? ნათესაო, ალბათ ერთად გავიკეთე. გადატვირთე? არა.
იმასაც ხო არ გიგზავნიან პრინცი ვარ რომ კოვიდის დრო იყო მაშინ და მაგარი ხარ რომ გზავნი. შენ მითხარი ეს ქედი და შენ იმის გარეშე ზამკვლევის გარეშე მე არ ნაბიჯი არ გადამი. ისა ხის ქვეშ რაღაც პატარა შეფუთული იდებაო, ეგენი. ეგენ ტელეგრამს. რამდენი ხანი მიდიოდა გადაღება? 2 წელი. 2 წელი 2 ბაზარში აქ ცხოვრობდა შენ სახლში. არა, ჩემ სახლში არა. ანუ პერიოდულობით ჩამოდიოდნენ 2 თვით, 3 თვით გადაღება, მიმდინარეობდა კიდე არა მარტო თბილისში, ანუ სამეგრელოში და ავსტრიაშიც იყო რამდენიმე დღე გადაღება, იმიტომ რომ გზაგვიყვანეს სამეგრელოში დედა იპოვა, ავსტრიაში მამა. პირიქით. სამეგრელოში მამა, ავსტრიაში დედა. პრინციპში დედაც მეგრელია, მაგრამ იმ პერიოდში ცხოვრობდა ავსტრიაში და იმათმა წაგვიყვანეს ავსტრიაში. პერიოდში ხა აქ არის? არა, ეხლაც იქ არის. არა, გადასაღებია ხალხური ფილმიც. რო უყურებ. ანუ ერთი მშობელი რო ავსტრიაში ხო მეორე არგენტინაში იკულავებდი და ხო, ორივე როაზე იყოს, ავსტრია, არგენტინა. როგორი რეაქცია გქონდა მშობლებს? რაზე? აი შე რომ ფილმზე? მიხვედი. მამას კარგი. არა რომ მიხვედა მიაყენე. მამას კარგი. მამას დაგერეკა. ესე არ მიმიყენებია, ანუ ჯერ ჩავედი სანახავად და მე იმათ უთხარი რომ ჩამოვედი ვნახე მეთქი და მითხრა თუ შეიძლება რომ კითხო რომ ჩამოვიდე თუ არა და ვკითხე რომ შეიძლება რომ ჩამოდეს გადასაღებად Warner Brothers-ის და კიო და გადმოფრინდნენ. მამას კარგიო ისე თქვი რომ დედაზე არ კითხოთ. ნახავთ ფილმში. რა გინდა შენ მოყოლით კი არ არის გადაიღეს 2 წელი დათოსთან არაჩვენებს HBO-ს. ხო, ჩემთან. ცუდი, დედას ყოდა ცუდი. გაგვიჩიშე საპორტალო. ჩაჭერეს საპორტალოზე HBO გაგვიდი. SMS-ი მომივიდა რომ. სახალხოს 8-დან 4 წელი და HBO. დაზიანება არის. ჩემ აკაუნტს მოგცემ რომ არ დახარჯოს მე თანხა და შეგეძლო ჩემი აკაუნტი შეხვიდე. რაღაცებსაც შემიძლია. კი, ყველაფერს. Game of Thrones. დაიცადე. რამდენ ადამიანს შემიძლია მივცე. ერთდროულად 4-ს. არ გირჩევ დათოსთან ერთად. საერთოდ ეკაუნტი. იმიტომ შენ ვეღარ ნახო. რო შენი ხარ ხოლმე ვიღაცა იქნება. ის უყურებს და შენ არ და სერიალებზე დახარჯავს, იცი, გამეორებები, გაზაფხულის 17 გაელოდება და HBO-ზე რა უნდა გაზაფხული ჩვენ. როგორ არ უნდა. HBO-ზე ვართ მე და Game of Thrones. კიდე ახალი რაღაცებია დამატებული რა ვნახოთ. Game of Thrones ნახე. Game of Thrones-ი მე ხა სანამ თამუნდასარ ნახავ მაგას. არა, შეგიძლია ბევრი ახალი ის არის ეპიზოდები. რა ქვია ფილმს? Stolen Children, მოპარული ბავშვები. და რა მაინტერესებს, აი თქვა შენი ახლობელი რო ვარ ეს რო დავწერო რეგისტრაციის დროს რამე პლიმუს. არა. ხო. თამამ ფილმებს ჩაუგდე. ეს ისტორია გრძელდება რამე კიდე არის აი გადაიმჩა Netflix-ზე შეიძლება. Netflix-ი არ ვიცი, ალბათ სანამ ისინი არ დაფნავდებიან, მანამდე არ გავა და სხვა ფილმებთან დაკავშირებით ეხლა ბოლოს ერთი თვის წინ გერმანიამ გადაიღო ART-ემ გადაიღო დოკუმენტური ფილმი 40 წუთიანი და ეხლა გვაქვს ისე ეს თემა შენი кейსი თუ ზოგადად ამ თემას. არა, ზოგადად ეს თემები და ეხლა მაქვს გერმანიაში აგრეთვე ბერლინში ინტერვიუ ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალისტთან, რომელიც ძალიან ისეთ მძაფრ თემებს აშუქებს და მაგასთან მივდივართ. ეს ბერლინი ძალიან ჩართულია და რატო ვერ ხვდები? ანუ თვეში ერთხელ ბერლინში ვართ. ანუ სულ ინტერვიუს იღებს გერმანიაში. ბავშვები ყავს მაგათაც დაკარგული მართლა გეუბნები. აი აი არ ვიცი, აი გერმანია და პოლონეთი ისეა ჩართული. ჩვენთან ომი არ იყო და 100,000 ძალიან ბევრი. დროც დიდია რა. ისლანდიის მოსახლეობა არის სულ 300,000. ხო. შეიძლება აღმოჩნდეს. არა, დროც დიდია, ანუ კომუნისტებიდან მოდის რომ 50-იანებიდან თუ 50-იანები. ხო და ნუ 50-იანები ხევარი საუკუნეზე მეტია. 2005-6-მდე. აუ, 5-6-მდე იპარავდნენ? გადარჩენილი ვარ ორი ბავშვი მაგ პერიოდში. გამოყვანილი. მანამდეც გადარჩენილი ხარ შენ რო დაიბადე. მე თვითონ. ეხლა არ მანერვიულ. გააჩნია ისე ძალიან. მირეკავენ ძალიან ისე აქტიურად სერბეთიდან.
და უნდათ რომ იქ ჩავატარო სემინარი, მაგრამ ცოტა მეშინია რა საერთოდ, იმიტომ რომ იქ დღესაც ხდება ბავშვების მოპარვა და ამ ბავშვებს ვინც იპარავდნენ, ისინი უფრო ეს მაფიის ამ ბავშვის მოპარვაზე რა არის საჭირო? არაფერი. რა მობილურზე ლაპარაკია შარიმა და ბავშვის მოპარვაზე თუ არაფერი არა. არაფერი. ესენი ვინც დაიჭირეს, როდესაც დაიჭირეს, იმათ პასუხი აგის, ანუ მუხლი იყო საბუთების გაყალბება და არა ბავშვის მოტაცება, იმიტომ რომ 2005 წლამდე საქართველოში არ არსებობდა ტრაფიკინგის მუხლი. და შესაბამისად, რაც არსებობდა იმის მიხედვით დასაჯეს. და საბუთების გაყალბებას კიდევ გასული და ყოფილა დანაშაული ესე. მართლა ბეწვზე ხარ გადარჩენი ალბათ. დათო ამაზე გავთიშებ. უპასუხე იქნებ ვინ? მიზვიზი. არავინ არ მეწებს ესე ხა რა მოსატანია შენ. მე ვინც მირე. იქნებ პარამაუნტია, თამუნას ვერ ურეკავდა. ვერზე ხვარგიზი. ესეთი ჩვენთან მოსვლის მე ადამიანი ესე წინ წასული იყოს ცოტა. მე რომ არ ჩვენი ყოფილიყავით გადაცემა არის ტრამპლინი. კი. არავისთვის არ ყოფილა თამუნას. უკან წავიდა. ყველა მაგაზე რომ გავიდა იქვეს ხართან. მარტო ეს ახტა და ნუ შენში არის რაღაცაში მაინც ეთყობა ჩვენ შორის რაღაც ის მართლა მეშინია ხო მომავალი ორი წელი. შენ ცხოვრებაში რა შეიძლება იყოს? ამერიკის ვიზას არ მიტყავენ. არა. ორჯერ გავედი და არც ერთხელ არ მიტყვის. შეიძლება აქ თუ 100,000 ბავშვი იპოვე, იქ რა სიზამ შენ წარმოიდგინე 300-100 დიდი მოსახლეობაში. ძლივს დაანთავრეს მოქალაქო. თუ დაიწყო ინდიელების ზებნა. ინდიელების და ეს გაყიდული მონობა იყო იქ იყიდებოდა თავისუფლად. იქ ყველა ისეა ჩასული, საერთოდ თავის დროზე. შენ მართლა არ უნდა შეგიშვა. ყველა რეკერ სურათები უნდა დაურიგო პოლიციელებს. შენი ცოდნით ამის გარშემო რა ყველა მაშინ წინაზე ახსენე რომ ესპანეთსაც სერიოზული პრობლემა ხარ. არის რომელიმე ქვეყანა როსაც არ ქონდა იაპონელებს არ ვიცი. არა. ყველგან არის ეს. ანუ ფული კეთდებოდა და კი, ნუ ეხლა საფრანგეთში საერთოდ გენეტიკური ტესტი არ კეთდება, აკრძალულია. იმიტომ რომ იქ მაინც ალბანეთიდან იპარავდნენ ამ ბავშვებს. ჰოლანდიაში არ კეთდება, იმიტომ რომ იქაც იპარავდნენ ბავშვებს. ჩეხოსლოვაკია როცა იყო კოლონიებიდან იპარავდნენ და იქ მიყავდათ. და ეგ ამბავი რო არ. ჩეხეთში და სლოვაკეთში ეხლა არ კეთდება. აი სხვადასხვა შორის არ კეთდება რას ნიშნავს? ტესტები, ანუ არ უნდა ამ ამბის გამშღავნება. ხო, მაგრამ ანუ შეგვიძლია რომ წაიღოთ. დედაშვილი რომ მიდიხართ და გინდათ დაადგინოთ. არა ის ბაზარ არის, ბაზარ არის რომ მე მიახსენე. რატო ეთყობა ის არის კანონით ვერ ფსერიზავენ და თან თავის ტივილი იქნება? არა, აფეთქებას ბიჭო, თუ იციან მასშტაბები რომ ძალიან დიდია ხა. ჩვენ რაღაცნაირი ხალხი ვართ, 100,000 მოპარული ბავშვისთვის, რა ვიცი, ყველა უნდა გავხსოვოთ. ხო, მაგრამ რო გამოდიხარ რას შვები, ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ზოგი ცოცხალი არ არის, ვინც აკეთებდა ამის. თან შეიძლება მოგერიონ ისინი 100,000 ბავშვის მოპარვაზე ორი კაცი ვერ იზამს. შეიძლება შენზე მეტი არიან ისინი. არა, კაცო ეს ერთად კი არ იპარავდნენ. არა, ერთად კი არ იპარავდნენ, ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით არის. ყველა სამშობლოს თავისი ის ყავდა რაღაცა მართველი მფარველი და sales manager. ხო, იმათ მართლა რასაპირებ, აი ტყვეთას ყიდვით ვინც გაქონდათ, გყავდათ თათრეთში და არ უწყებთ ზებნას? აი, გამას გაიდოდე თურქულს სწავლობს და ხო იკეთებენ ახლა ტესტებს, ხო არ გაქვს დანახი ამ TikTok-ებზე, რომ ყველა რო ქართული აღმოჩნდა. ვინები? თურქები. ხო, თურქებში სხვა შორის დიდი წილია. ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი. ის ეს 100,000 ეხლა იყო და მანამდე რამდენი იყო? ხო, მაგრამ ის არ ნიშნავს რომ გაყიდული და რაღაცა ქართველებთან ბევრნაირი ურთიერთობა ქონა თურქეთს. კი, მაგრამ გაყიდული წილით ძალიან დიდია. ძალიან. ანუ ეს შენ ფაქტობრივად შეგიძლია მთელი მსოფლიოში აზანზარო რა. ოღონ ამერიკის ვიზა არა აქვს. აქედან და იქიდან უნდა მიადგე რა. იქ უნდა ვნახო ვინმე, იქ გაყიდული ბავშვი, ვინც დაიწყებს ამ თვითონ ტრამპზე ხო არა დაგხსნა. მაშინაურული ინფორმაცია. ტრამპის არის ზოგადად ეს გენეტიკური ტესტები. მაგისია, მაგას ვაშეუნინე ფული. მაგას აშეუნინე ფული, კი. ანუ ტრამპისთვის აქვს ფული მიცემული იმას. ხო და მე ვიტყვი რომ შენ
მე ხო ჩემზე ხო წერდნენ კაცო რომ მე ამაზონის მეწილე ვარ და ცილში ვარ ტესტების. ხო, იყო რა არის რატო ამაზონი რატო? ამაზონიდან ვიწერთავ ტესტებს და და მაგით. ეხა ნახე. ეხა ტემუზე გადახვედი. ტემუზე არ იყიდა. აუ ამაზონის მეწილე რო ტემუდან იწერს რა. იტო ეხა ისეთი რაღაცები მოყვა Warner Bros-ები და HBO-ები და რაღაცები რომ უკვე ვინ აღარ დაიჯერებს რომ ამაზონის მეწილე ხო. ო და რატო არ ხარ? ნეტა იყო, ნეტა იყო. დაიჯერონ. და თემუ მე მგონი ამისია. მეწილე კი არ არის, თავისი საით ბიზნესი და ამისია. შეიძლება დაიჯერონ. აი და ძველ საქმიანობასთან რამე ლინკი გააქვს? ჟურნალისტიკა. ხო. ნუ პოდკასტი. ეგ ლინკია. ეგ ლინკი. და ისა, შენ ხო უფრო მუსიკალური მიმართულების. აქ არ გააქვს კლიპი. არა, სამწუხარო და არა. პოდკასტის ბოლოს რომ და ეხა ჩვენი ჰიტ-პარადი. მათე. არა, ვიცი რა, რეალურად. სამი სიმღერა დედაზე. ამი თემატურად რო იყოს. ნაშვილები მომღერლები არიან. აი სტინგი მაგალითად ან ვიღაც ეგეთი. სტინგი არ ვიცი, მაგრამ ნაშვილები მომღერლები საქართველოშიც არიან. არიან, აი მაგალითად ისა აი შანელი მაგალითად იყო აყვანილი. ვინ? შანელი, კოკო შანელი იყო აყვანილი. კი, ნუ ძალიან ბევრი ისე. უჩაში ნაპოვნი მომღერალი რას? აი ედით პიაფი ეგრეა ნაპოვნი, მაწანწალა იყო და ვიღაცამ იპოვა პროდიუსერმა და დააწებინა. იპოვა ბიჭო. იპო არის როგდია და შაურიანი ხო არ არის. რას ქვია იპოვა. იპო აღმოაჩინა. შენ იწვი რომ ველური იყო. და ისინა და მოაჩვენა. რას ქვია იპოვა. იპოვა ქუჩაში. იჭირა და მოათმინია. იპო არ უმღეროდა და აღმოაჩინა ხო რა, იპო. ო აღმოაჩინა. იპო. გახსოვს რამე ძველი ჰიტ-პარადებიდან? ყველა. მართლა? სიმღერები. ტექსტები სიმღერების ყველა. გახსოვს? ჩვენ მესამე ნაწილში გვაქვს ხოლმე თამაში. არ ელოდა ესეთი გადავამოწე. გაუშვი. თამაში იცი როგორია? სიმღერის ტექსტი არა წყდება. შენ უნდა გააგრძელო. სიმღერით კი არა აუცილებლად, სიმღერითაც შეგიძლია. მიდი. მიდი. აი, ეს მიქაბელი. ანუ ყველა თავის ვერსიას იძახის თუ იგრიგობით თუ როგორ არის? ჯანა წაიგითხე? როტაფობის მომეცი ხელი, ჰეი, როგორ მიზიდავს შენი კაბის. წაიგითხე თვინმე ხალხი. ზოგიერთი ჩუმეს არის ბევრის ყველი. ეჰე მინდა მოფერება სხვა არაფერი. არა. ბიჭო აგდო. არა. ეს გაგვათახსირებს ჩვენ. ხო, იმიტომ რომ ვერსიაც არა მაგას. მე ხომ დამეწყო. ერთადერთი ლოგიკურად ხვდები რომ ჰეითი უნდა დაიწყოს. ჰეი და მძიმე აუცილებლად არა, ნახე, ჰეითი უნდა დაიწყოს და ფერით უნდა დამთავრდეს. ხო. რატო იქნება ბ? ხო და ჯობია რომ თავიდან თქოს ხო ხედავ რა დღეში ვარ. არა, ბოლოს ხარ. რა. აი, შენ როგორც ჰიტ-პარადების წამყვანი ბოლო იტყვი ხო? ჰეი. რო ახლო იქნება. ამის ფერი? შენ რა თქვი არაფერი? მინდა მოფერება სხვა არაფერი. არაფერი თუ არაფელი? არა. ან მეტი რა უნდა ეს პრინციპი. ყველაფერი შეიძლება რა. ყველაფერი. ეს არის რაც დამრჩა ყველაფერი. ხო. და მინდა მოფერების მაგალითად შეგვიძლია რამე კერძით სავსოთ და უკვე ჩვენი ვერსია. იცი რა შეიძლება ეს მინდა მოფერება სხვა არაფერი სხვა კუპლეტის გაგრძელება და ამის. რამიშობა ჩვენ ვერსია მაინც გაქვს. აი მოდი ვნახოთ, იმიტომ რომ არა. ვიცი, ჩემ ვერსიასაც ვიტყვი. რახან სათაურს ერთვის მღერი ქვია. შეიძლება აქ იყოს რომ ჰეი და ამიტომაც მე შენთვის შენთვის მღერი მე ამდენს და თან გელი შეიძლება იყოს ეს. შენთვის მღერი მე ამდენს და თან გელი. ფერი და გელი? დენს ხო ჩემ. ანუ ღერი. შენთვის მღერი მე ამდენს. ვიცი, შენთვის მღერი ზაფის ბოლო კეთილია ეს აშვილია. ჰეი, შენთვის მღერი ზაფის ბოლო კეთილია. და ყველაფერი. ვა, დამიქსა. კაი, გავუშვიესა. ჰეი, მინდა მოფერება სხვა არაფერი. აუ, ნახე რა. გაგოაცაზის ეს.
ეს არ არის გამოცნობა, ეს არის ცოდნა. შენ ვარ გამოცნობაზე, ამიტომ შენ დაგეწერა მინუსი. შენ არ გავგიცნია, შენ იცოდი. სკოლაში რო იყო, ხო იცი, შინაარსით რო იზეპირებთ. ეგ არის ჭინჭყლობა შენი მქონდა. აცი ღილდა თქვა, ბოდიში მე ვიცი, ამიტომ მონაწილეობა. მაგას რა ქვია, იცი სპორტული პრინციპი შენაც false start. აი ეს მორმენლები როა. და შემდეგ ორ სტროფს ტოვე. პისტოლეტის რომანე რო გარბის ელა თურმე ვალი ხარ. ღამე ჩემსავით მარტოა ის. ღამე შემსავით მარტოა ისმის მუსიკა ჩუმი, რა ვქნა თუ ოცნებამ დამტოვა. ისე ვიტირებს გული. ბოდიში. ვა, ეხა უკვე სიმღერითაც დაგვაგდო რა. ეგ რო არ იმღერო და ჩუმაც რო ყურში მითხრა, არ შემდეგს შეგიძლია. მარტო ცოდნა ხო არ არის პიროვნული თვისებები ასტამაში. ანუ შენაობა სიკეთე გვანახე. შენი სიკეთე დაგვანახე. ის რითმა არის გული? არა, არ მჭერა. არც მე. ბუმი იქნება. უმი? ბუმი შეიძლება. ხორცი ჩავაგდე და ჯერ არის უმი. მე მაკრო ისა. ბეშუმი. აჭარის მაღალმთიანია ბეშუმი. რა ვქნა ოცნებამ დამიტოვა ბეშუმი ან რაღაც ეგეთი რა. ეს ამ სპინერების როდის გადაივლის ბუმი. კი. მაშინდელი სიმღერა სწორია. შეიძლება რა და ადამიანს მართლა დამართლა რა. თუ ჩუმის რიტმები კიდე არის. კი, გუმი ცუმი. როგორ მომენატრა. გუმი და ცუმი. ცურო არის იმღერაში ოფია. ცუმი და გუმი ესე უფრო იბრალე. ყუმი ისაკი მომაშორე და ეს ხუმი დაწერილია პანდემიის დროს შეიძლება იყოს ზუმი. არა, მანამდე ეს დაწერილი. ამანამდეა? მანამდე მაშინ ჯერ არ გამოგვიყენებია ზუმი. ზუმი სიმღერას ესე უხდება. გადმოწერეთ რა იცით რაში დაგჭირდება ზუმი და მე ხო დამჭირდა. ხო. ისე ვიტირებს გული. არა, ნუ აქ ის არის, რა ქვია, მოგების შანსიც არა გვაქვს რა, ხო იცი, პროფესიონალთან რო რაღაცას -2 კუბა. აი, სერიოზული. ესე თუ მოიქცე. მარიკა ხელიძე და აუ, სიმღერა იყო. შიერი მტრედებზე სიმღერა თუ იყო, არც ვიცი. შიერი მტრედებზე ოცნებას. სიხსნიან ფიქრების იმღერას განწყობას ვიქნია. ესეა? წაიმღერეთ რა ვიღაცამ. წაიღიღინე ისე რომ იმ ადგილას გაჩერდე. შიერი მტრედები ოცნებას იხსნიან, ფიქრები სიმღერის განწყობას მიქნიან, მიქრიან დღეების სწრაფად მიქრიან. ნანანანანა. ორი სიტყვა. აუ, ეს მოველი. შენთან მოვედი. ორი თბილისში. ორი სიტყვა რა. რაღაცა მოვედი არის. თანამშრომელი. ციციან, ჩემი დარდი მათ ხომ კარგად იციან, სევდას გულში სიხარულით მიცვლიან, სიტყვის მოველი. ანუ იქ არის სიტყვის მოველის რაღაცა რიტმა. სიტყვის მოველის რიტმა არის. ისევ მოვედი. რაღაცა ყოველი. სვეტი ცხოველი. დიდი მწვანეველი, ქართული ფილმია. არა. ეს სოფელი. ნობელი. ალფრედ ნობელი. არაკი ძველი. მაგან ახარს აი. ყოველი. ყოველი. ისმენს ყოველი. არა. გაქრეს ყოველი. არა. მიხმოს ყოველი. არა. ლეონტი მროველი. სარგისტ მოგველი. რაღაც ისტორიული არა, სწორ კვალსები გახართ. ხო, მოველისთან რა. რა თქვა? ყოველისთან. ყოველი? კი, რაღაცა ყოველი. რაღაცას გვიშვება ყოველი. რას გვიშვებიან? ეგ შენ სიტყვები მოსულა სიმღერას. ვა, ზუსხარერა შევხედი ამ სიმღერას. გვისმენს ყოველი არა? ისმის მიხმობს ყოველი? სად გიხმობს. მე რა ვიცი, მშიერი მტრედებია. მათბობს ყოველი. მიქრიან დღეების რა. მეზიზღება ყოველი. მე მძაგს ყოველი. გითხარი, შენი ვერსია გითხარი. მე მახსოვს რომ იყო ტანჯავს ყოველი. თუ ჯავს ყოველი რაღაც. ანჯავს ყოველი. აი, ესე მახსოვს, ხომ არა, მიდი აბა შეეკამა. რა ესე არა, ამაზე ხა თავს ამაზე არ ახარ ისეთი დარწმუნება. ვერა ხო. ანუ თუ ყოველი არის, უკვე წარმატება. ყოველი მეც ყოველი მქონდა. იქაც სიტბოს მოველი რო იყოს. მიხმობს ყოველი არის ჩემი ვერსია რა.
მოდი ჩემი შენ ტანჯავს ყოველი? ხო. მიყვარს ყოველი. ტექსტის ავტორი ხო არის ვინა? ამისი არის ის არის რა ქვია. ვინა? პოეტი კოტე ყუბანიშვილი. კოტე ყუბანიშვილი. მე ესე მახსოვს. კი. მაშინ სითბოსმოველი არ იქნება. იქნება ყოველი. ხო რა. შენგან მოველი. მომზდევს ცხოველი? კაი, მოდი ვნახოთ. გავიგებთ. არა, მაგ პასუხი რა. ყოველი ვერ მივი. ვაჟა. სარგის მხოლოდ. ტანჯავს ყოველი. ჯავს ხო. აუ ნახე. შენ გტანჯავს. შენ გწხველი. რატო გტანჯავს? მე აღარ გეთამაშებ. ამ გადაცემას დავაყენე ადამიანი ამ კვალზე. გადაცემას HBO რო ნახავს, რომ ამოხშლიანი ამ არაჰუმანური საქციელისთვის. მოხვედი და 4 ადამიანს გვირთხამ. აი ვინც შენ ტელევიზიიდან გაგალი. მე ვიძახი პირველად საქარ. მიდი. წაიმღერე თორე. მე მახსენდება რომ ლოდინი დაოცნებით დაღლილი ჩემს ქუჩაზე მარტოდ ჩაივლიდი რომ მიყვარდი მინდოდა თქმას ვერ ბედავდი ოდე შენს გიმილს ხედავდი. მე შონზოა წესი წერია. ხო მე მგონი რა ბევრი სიმღერა. უშიძე ვიყავი სახის კონცერტზე ესეთი ბედნიერი ვიყავი რომ ხო, უიცახს კონცერტი იყო ხო. კარგი იყო? სამიანი ეს იმღერე? კი HBO-ზეც ეს დადის და სახის კონცერტი. ყველა სიმღერას იცნობს და ყველაფერი ერთს და დაჭერს. არ გაგიკარგავს ეს ისა რა, ანუ ნების ახლა ერთი გამოვიცარ. გასაკეთებს ბიჭო განა ახსოვს დადის და უსმენს თავიდან. იმის კონცერტზე როდის იყო ბოლოს? მიქაბერიძი თოლორაიას და იმის. თოლორაი ამერიკაშია არა ურეკავს და უმღერებს. ეხა ხო ეცებს ამერიკაში გაყიდულს და თოლორაიასაც გადაურეკა და იმან ეხა მე არ ვარ გაყიდული რომ ტანჯავს ყოველი ვიზა მაგითო არ გინდოდა რომ სოსო თოლორაიას კონცერტი. სოსო თოლორაიას სიმღერას ეხლა მარიკა თხელიძესთან ერთად სოსო თოლორაიას პარტიას ბექა ბროლაძე მღერის მე მე ვქრე HBO იღებს და სოციალურ პარტიას HBO იღებს. ვა, ყოჩახ აგვანადგურა რა. ხო, არასწორი. მაშინაც რო გვეთამაშა ეს 2000-იანების დასაწყისში აუთსაიდერი ვიქნებოდი, მაგრამ ხო, მაგრამ ესეთი მაჩანჭალად ვიქნებოდი. ეხა რომ ვაკვირდები მეორეც უნდა გააკეთო YouTube-ზე პროექტი. რომელი აი რაღაცა სიმღერაზე მაიმუნობა. ეს რა არა არის სერიოზულობა რა. აი მაინც ვერ ამუშლი იცი რა აქედან არის სიმღერებიც დიდი ხანი მეკავდა. რამდენი ხანი იყო ეს ამბავი? პიროს სტერეოზე ვიყავი 4 წელი თამამ. ხო, მაგრამ ეს როგორი 4 წელიწი პირველი მუსიკალური რაღაცა. მე პირველ არხზეც ხო მუსიკალური უამრავი მოპარული სიმღერაა. იმას პატრონი. მაგარია. მეორე HBO მოპარული სიმღერე. ტივი დაიხურა, ხო ჯერ სიმღერები გააჩერეს და მესამე დახურული მუსიკალური ტელევიზია. და ის გექნება რა. იავნანამ რახნაში, იავნანას მიმართულებაც რახნას. საჩუქარზე გადავიდე. გამარჯვებულიც არის. დათო, შენი ის არის მიმართულება ეს. მე ხო, ეს ახლა ოსკარი ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ ნიკო რა არის ხოს პროდუქტები ჩვენი? ეს ამდენი ხანი ეს რო გითხოვთ არ გაფუჭდებოდა ეს მოგვიტანე. ამას უცულით. ამას შენ ნაწილი გონია შარშან მომივეცი ისე. ეს ნაწილი იჭმება და ვამბობ. ის სტუმარს და მე გიბრუნებ დებს ისე თავი არა, ვატან ყველა სტუმარი გლოცავს გვირეკავს. სოსისების გაქირავება კი არა. სოსისის გაქირავება. ის ენერგეტიკული ჰა? ენერგეტიკული არა, ის ენერგეტიკული იმას რომ დალე ვავსებთ და ვთქვამთ ის. ის არ არის საკმაოდ არა. არა. ეს არის ძალიან კარგი სხვადასხვა. მონადირული მე გიცი რომელი მოყავს ყველაზე ძალიან ქათმის გამოვიდა ეხლა. სხვათა შორის ხათამი რო ვიცოდი თურქულად როგორია. ეს არის კრაკოული. ხო ეს კაი თუ პოლონეთში წახვალ, ეს წაიღე. კრაკოვიც იქვეა. უცხალო თბილისში ვიპოვე თქვენ. მიუხენური ძალიან მაგარია. ხათამი როგორ არის თურქულად? თავუკ. ჰა? თავუკ. თავუკ. არა, წინ რაღაცა ციგაფის. თავუკ.
მარტო თავი. ჩალაღაჭი. ჩალაღაჭის და ზეხვი გინდა გიტონო. ხორცი არის ზეხვი არ ვიცი. თავუკ ეს თავუკ ესე უფრო უხდე. ჩალაღაც ნუ დამიტოვებდა. ისე თუ ჩაირბენ და პურს და მდოქს ამოიდა. შეიძლება აღება აღარდა. გაცილებით უფრო მსუბუქად. აი ეს ხანა უფანა. გადავდებთ და თვითონ ჩანთაც კარგია. კი. გადავდებთ, იმიტომ რომ შემდეგი სტუმარი რომ მოდის. არ უყვართ სვასტუმრებს ნათითურებს. გახსნილებს რომ აწ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. გაჭირვების ტალკოისი გამოდექი შენ. წარმატებებს გისურვებ. თქვენც ასე. ბავში რამ ხელაა სხვათა შორის? 16-ის, 7-ის და 5-ის. 5 წლის ბავშვზე გჭირდებოდა დამთხოვებელი. და 16-ისაც ვერ დაუტოვო. 16-ის გაკვეთილზე. ეხლა არ დაგეგები არ არის? ნახე, რომ მორჩა შენ ის თუ როგორ ალაპარაკდნენ, ვალი არ გადაიხადა. არა, მართლა, გინდა გამომიყვანე ჩემთან დავიტოვე. ხო არიან, ეხლა მართლა მოუყვანო ის გინდა პატარა. საკაბაბეში დამიტოვე. გასუდგებულს ჩაგაბა. ამინდი რომ. სად არის საკაბები? იპოდრომთან. აქვე. ცინცადის 40 ლაბაძის წლის რატო არ კაბაბი. ვარ დაპატიჟებული? არასდროს. არ ხარ დაპატიჟებული. შენ გენასოლე დამიხარე HBO-ებში. იპოდრომთან მოდი კაბაბზე. დაპატიჟებული ხარ. როდის? როს აქედან ყველანი მიდიოდა. ანუ იქ რომ მივავდა რომ ვიტყვი რომ მე ლაბაძისგან ვარ თქო? კი, უცებ ლაბაძისგან ვარ თქო? გენეტიკური და. კარგი. იქ გაიგებე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. წარმატებებს გისურვებ. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. გემშვიდობებით ერთი კვირით ნახვამდის.